კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები სუბიექტური აზრის პრიზმაში. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი და სტუმარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და სტუმრების შეფასებებს საავტორო გადაცემაში შუა კვირა. მშვიდობისა, თქვენ უსმენთ რადიო იმედს ტალღაზე 105.9. ეს არის გადაცემა შუა კვირა თეონა გეგელიასთან ერთად. ყოველ ოთხშაბათს საღამოს 7 საათზე თქვენ უსმენთ გადაცემის ავტორის და მისი სტუმრების მოსაზრებებს კვირის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი ზურაბ ბიგვავა, ფსიქოლოგი. ჩვენი საუბრის თემა ბუნებრივია. ერთ-ერთი მთავარი თემა არის დღევანდელი ამბავი, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში, რომლითაც ის წარდგება ხოლმე სწორედ წლის ამ პერიოდში პარლამენტში. ეს ამბავი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ფორმატი, რომელშიც ეს ასე ვთქვათ, ანგარიში შედგა, გამორჩეულია, ასე ვთქვათ, წინა წლებისგან. გულისხმობ ფორმატს არა დებატებს და გამოსვლების თანმიმდევრობას, არამედ იმას, რომ მთავრობა სრული შემადგენლობით, ყოველ შემთხვევაში პრემიერის ხელმძღვანელობით ესწრებოდა ამ გამოსვლას. ბატონო ზურაბ, თქვენთვის რა იყო მნიშვნელოვანი პრეზიდენტის დღევანდელ გზავნილებში? მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ისეთი საკმაოდ მშვიდი, სტანდარტული გამოსვლა, ჩემი აზრით. თქვენ თუ დაინახეთ რამე ესეთი სერიოზული აქცენტები მასში? ჩემი აზრით ყველაზე მთავარი და ყველაზე სერიოზული რაც იყო, ესე იგი შენ უკვე თქვი, თეონა, რომ ეს იყო მან ფსიქოლოგიურ მომენტს მინდა გავუსვა ხაზზე. ეს იყო ხელისუფლების ძირითადი მესიჯი იმის შესახებ, რომ მთავრობაში ნაწილობრივ ყოველ შემთხვევაში ძირითადად დამთავრდა კონფრონტაციული მომენტი, რასაც ერქვა პრეზიდენტისა და მთავრობის კონფრონტაცია და აქ მოხდა ძალიან სასიამოვნო მომენტი, როცა პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრო მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობა, როგორც თქვით, სრული შემადგენლობით. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. და ნაკლებ მნიშვნელოვანია შეიძლება ის რა ითქვა იქ, როგორ ითქვა და რანაირი დებატები წავიდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით მაინც ეს იყო და ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების წინ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ალარმიზებული სიტუაციის ვითარებაში, როცა იწყება წინასაარჩევნო კამპანია. პრეზიდენტმა ილაპარაკა მართლმსაჯულების რეფორმაზე, ილაპარაკა ეკონომიკაზეც ნაწილობრივ ის ლაპარაკობდა იმ დიდ პროექტებზე, იქ მათ შორის ენერგეტიკულ პროექტებზე, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას, თუმცა ჩემი აზრით ეს მთავარი იყო მაინც მართლმსაჯულება, პროკურატურის რეფორმაზეც ილაპარაკა, რომელიც არ არის სრულყოფილიო და ეს რეფორმა უნდა გაგრძელდესო, რაღაც კონკრეტული წინადადებებიც ჰქონდა. თუმცა განსხვავებით მთავრობისგან, რომელიც დღევანდელ დღეს იყო ისეთი კმაყოფილი, მისი შემადგენლობა ძალიან პოზიტიური გამოხმაურებები ჰქონდათ. ოპოზიცია იყო, თუ არ ჩავთვლით თავისუფალ დემოკრატებს, მაინც უკმაყოფილო. აი მაგალითად ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ მას არ ჰქონდა აქცენტები ეკონომიკაზე და ლარის კურსზე თითქოს მან საკმარისად არ ისაუბრა. ასევე თავისუფალმა დემოკრატებმა თქვეს, რომ ეს იყო პრეზიდენტი, რომელიც ასე ვთქვათ, ყველას პრეზიდენტია. აი ასეთი ასე ვთქვათ, მესიჯები იყო უკვე თვითონ ოპოზიციონერების მხრიდან. თქვენ თვლით, რომ მნიშვნელოვანი ყველაზე ეს გამოსვლა მაინც ამით დარჩება, ასე ვთქვათ, უახლოეს ისტორიაში, რომ შერიგების ანგარიში იყო? რა თქმა უნდა, ეს იქნება, ესე იგი, შერიგების სიტყვა არ მინდა ვახსენო, უბრალოდ პოზიტიურისკენ სulis, ასე ვთქვათ, დაფიქსირება მოხდა და ეს მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი პოლიტიკურ ლანდშაფტში. ეს სიტუაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრი რამის განმოხტვის და ბევრი რამის დაწყების წინაპირობაა. რაც შეეხება ახლა მე მართალი გითხრათ, სამწუხაროდ ჩემთვის ვერ მოусმინე, ესე ვთქვათ, პრეზიდენტის გამოსვლას და დებატებს, როგორც ისინი ამბობენ, მაგრამ იმის მიხედვით, რაც მე კვირპიურები, რაც მოვისმინე და რაც გავიგე, ესე იგი მე ვხედავ, რომ
პრეზიდენტმა გააკეთა ძირითადი აქცენტი იმ საკითხებზე, რაც მის ფუნქციაში შედის ძირითადად ის არ არის, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ცხოვრების თავარსარდალი, თუ შეიძლება ასე ითქვას. თუმცა ის არის შესანიშნავი თავარსარდალიო თქვა ინახი და შემა. პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ბალანსის დამცველი, რა თქმა უნდა, აქ ეკონომიკა შედის, მაგრამ მისი ფუნქცია ძირითადად არის ეკონომიკის განვითარება, არის კურსი და ასე შემდეგ. თუმცა ამაზეც რაღაც გარკვეულად ესე იგი როგორც ჩანს მან ილაპარაკა და რა შეეხება იმას რომ ესე იგი ოპოზიციამ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობამ ესე იგი ხაზი გაუსვა იმას რომ პრეზიდენტი არ გამოვიდა და არ თქვა არის კურსზე ესეც ბუნებრივია და აბსოლუტურად ლოგიკურია ახლა ჩვენ რო უპილიყავით ყველა ნორმალური ასე ვთქვათ ოპონენტი დაიჭერდა имас რაც იყო ესე იგი თავისუფალი დემოკრატები სიზუსტე თავისუფალი დემოკრატებს ძალიან საინტერესო პოლიტიკა აქვთ პრეზიდენტის მიმართ, რაც გარკვეულ ესე იგი მინიშნებს საკითხებს, რომ ისინი პრეზიდენტს რეალურად ხარს უჭერენ და ცდილობენ ესე იგი პრეზიდენტის გაძლიერებას, ჭალებში გაძლიერებას იმ თვალსაზრისით, რომ ესე იგი მისი მხარდაჭერა და მისი ასე ვთქვათ ქმედებების წარმოჩინება როგორც დადებითად, ესე იგი მათ ძირითად საარჩევნო მესიჯებს მომავალს ალბათ დაემთხვევა. მე არ მიყვარს და ზოგადადაც რამდენად პროდუქტიული არ ვიცი, როდესაც წარსულზე ელაპარაკობენ და ჟურნალისტიკაშიც რაც უფრო ახალი ამბავი ჯობია ამაზე გაკეთდეს აქცენტი, თუმცა მე მაინც ვთვლი რომ ძალიან საინტერესოა პროცესი, რომელსაც თქვენს ეხლა თავარი აქცენტი გააკეთეთ. კერძოდ ის რომ პრეზიდენტის და პრემიერი დღეს ერთ დარბაზში ისხდნენ. აი სულ მაინტერესებს რატომ იყო აი ამ ფორმალობის გამო შექმნილი ასეთი დაძაბულობა. არა და ეს იყო ერთ-ერთი ისეთი მართლაც კონფრონტაციის ერთ-ერთი მთავარი თემა, ხომ? და რაღაც დამოკიდებულების გამჟღავნება მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ. ჩვენ ვიცით რომ ეს კონფლიქტი ფაქტობრივად დაიწყო ყოფილი პრემიერისგან, რომელიც იყო უკმაყოფილო გიორგი მარგველაშვილით. ღარიბაშვილს არ იყო დამოუკიდებლობა, გამოცდილება, თუ რა რესურსი არ ვიცი, იმისთვის რომ აი ასე არ ემოქმედა, იმიტომ რომ კვირიკაშვილიც ბუნებრივი არის პრემიერის, ასე ვთქვათ, ყოფილი პრემიერის თანამებრძოლი, ის ახერხებს რაღაც აი ამ დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას. აი სხვაობა ამ ორ, ასე ვთქვათ, ლიდერს შორის. თქვენ როგორ ახსნით მაინც? უღრესად საინტერესო. იგივეს გაკეთება შეეძლო, ხო, მარტივად, თითქოს, მაგრამ ნუ ეს არ გამოდიოდ. უღრესად საინტერესო კითხვაა და რაღაც გარკვეულ იმიტომ რომ ესეც რაღაც ახალი ტენდენციის მაჩვენებელია. კითხვა რა თქმა უნდა, ხო, გასაგებია. შეიძლება მომავალშიც რაღაც შედეგები კონდეს ამას. მახსოვს ეს სიტუაცია, როცა პირველი შეხვედრები, პირველი ასე ვთქვათ, ფუნქციონირება თვითონ იმ გუნდის, რომელმაც ესე იგი დაიწყო მზადება არჩევნებისთვის, ეს იყო აბსოლუტურად ჰომოგენური გუნდი და ამ გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ეკავა მარგველაშვილს ყოველთვის. და მარგველაშვილის ეს ადგილი და ფუნქცია განაპირობებს სწორედ ესე იგი ბიზნევანიშვილის პოზიციამ და მის მიმართ ნდობა იყო ძალიან მაღალი, მისი პროფესიონალიზმის და მისი ასე ვთქვათ ანალიზის მოთხოვნა მის ანალიზზე იყო ძალიან მაღალი და მის მიმართ ნდობა ბუნებრივია იყო ძალიან მაღალი და ეს არც დაუმალავს ესე იგი პრეზიდენტის არჩევის დროს ბიზნესმენიშვილა ჩადო მთელი თავისი პიროვნული პოლიტიკური და ნდობითი რესურსი ამის შანტაჟის ნიშნებიც იყო ბატონო რომ თუ არა აირჩეთ ჩემი სახელი აღარ ახსენოთ ამ ტიპის ძალიან რადიკალური ასე ვთქვათ რადიკალური მხარდაჭერა თუ შეიძლება დიდმა სიყვარულმა ხო იცით მე დიდი გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს სხვა სიტყვა რო არ ვიხმარო და როგორც ჩანს ეს მომენტი ფსიქოლოგიურმა მომენტმა იმუშავა და გარკვეული პერიოდი იყო გაღიზიანება მარგველაშვილის მიმართ რომ მან და როგორც ჩანს მარგველაშვილის მხრიდანაც იყო გარკვეული რაღაცა ქმედებები ან გამონათქვამები ის შეეცადა რაღაც თავი დამოუკიდებელ მოთამაშედ წარმოეჩინა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ყოფილ პრემიერს მე რომ გითხოთ ესეთი რეკლამა მას ალბათ თავისი ქმედებებიც კი ვერ გაუწევდა რაღაც გარკვეული გაუგებრობა როგორც ჩანს იმიტომ რომ
ფუნქციის მიხედვით და იმ ასე ვთქვათ ჩადებული რესურსის მიხედვით, რაც მიენიჭა მარგველაშვილს არ უნდა ქონოდა ამის მოლოდინი, რომ ის იქნებოდა ამდენად დამოუკიდებელი, როგორც მან თავი წარმოედგინა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. და ბიძინა ივანიშვილი რეალურად იყო ის ადამიანი, რომელიც როგორ გითხრათ ახლა დომინირებული სიტუაციით განსაზღვრავდა თითქმის ყველას ფუნქციას და ყველას ესე იგი ყველას წარმოდგენებს იმის შესახებ როგორ უნდა ყოფილიყო დელეგირებას განსაზღვრავდა იმის შესახებ როგორ უნდა წარმართულიყო ბოლოს პოლიტიკა და ვის რა უნდა გაეკეთებინა ამ შემთხვევაში ეს რეალობა იყო და ეს რეალობა დღესაც გრძელდება ზოგიერთის წარმოდგენით მე არ ვთვლი ესევა და ეს შეიძლება დღესაც გრძელდება ესეთი მომენტი ყოველ შემთხვევაში მარგველაშვილმა რაღაცა ვერ გაიგო და თავის პოზიციის გამტკიცება სასახლის თემა ეს იყო თითქოს გადამწყვეტი მათ კონფლიქტში და სხვათა შორის რა თქმა უნდა ეხა ჩემთვის მაგალითად არ წარმოადგენს ეს რაღაც განსაკუთრებულ ტრაგედიას რომ მარგველაშვილმა ჯერ თქვა რომ იქ არაფრით არ შევალო და მერე შევიდა თუმცა ალბათ შეიძლებოდა სხვაგვარათაც მოეგვარებინა ალბათ ეს მე არ მისმის რატო შევიდა მართლაც მე ვერ მივიღე სხვათა შორის ამაზე მისგან ამომწურავი პასუხი თუმცა არ ვთვლი რომ ეს იყო ასეთი ასე ვთქვათ კონფლიქტის საბუთი მაგრამ ჩვენ მაინც არ ვლაპარაკობთ ახლა ყოფილ პრემიერზე და მარგველაშვილზე აი სწორედ იმ ასე ვთქვათ ვითარების გათვალისწინებით რომ ყოფილი პრემიერი დღეს არის ოცნების მხრიდან ზუსტად ისეთივე ძლიერი მოთამაშე როგორიც ყოველთვის იყო და ამ პირობებში პრემიერი ახალი პრემიერ-მინისტრი რომელიც მისი რეკომენდაციით გახდა პრემიერი ამაში ყველა ასე ვთქვათ იცის დარწმუნებული ალბათ როგორ ახერხებს დამოუკიდებელ თამაშს და თვლით თუ არა რომ ეს დამოუკიდებელი თამაში შეიძლება ასე ვთქვათ აი ეს ისე გაგრძელდეს რომ ამან არ გამოიწვიოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განხილვანება იცი რა თორემ მე ცოტა ხანს დაუბრუნდები ესე იგი იმ თემას მაინც რომელიც შენ გონია რომ დიდი მნიშვნელობა არ ქონდა მაგრამ ბატონზურაბ ეხლა რეკლამაა მე მგონი და მაშინ ამ კითხვაზე ვილაპარაკოთ რეკლამის შემდეგ ეთერშია თეონა გეგელიას საავტორო გადაცემა შუა კვირა ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე რატომ ვერ ახერხებდა ირაკლი ღარიბაშვილი დამოუკიდებლად თუ არ ვიცი თავისი სურვილითაც ემოქმედა ისე როგორც დღეს მოქმედებს მაგალითად კვირიკაშვილი თუნდაც აი ესეთ ფორმალურ საკითხებზე რომ დასწრებოდა პრეზიდენტის გამოსვლას და როგორ ახერხებს ამას კვირიკაშვილი და ხომ არ ნიშნავს ეს იმას რომ აი იგივე ამ ოცნებაში ყოფილ პრემიერს და მოქმედ პრემიერს შორის შეიძლება იყოს უთანხმოება ამ საკითხზე და ეს მომავალში რაღაც გახდეს ასე ვთქვათ ივანიშვილისთვის კვირიკაშვილზე გაღიზიანების მიზეზი თუ ესე არ არის. მე შენ კარგად თქვი რომ ზოგი მე წარმადგინე რომ მე ვარ ფსიქოლოგი და მე შევეცდები რომ ფსიქოლოგიური ასე ვთქვათ ანალიზი გავაკეთო. ეხლა უყურე როგორი სიტუაცია აი პირველი პერიოდი რა როცა ეს ყველაფერი ყალიბდებოდა ზამ მნიშვნელოვანია პირველ პერიოდში ყალიბდება პირველ პერიოდში იხვეწება პირველ პერიოდში ეს ურთიერთობები პირველ პერიოდში კვირიკაშვილი არ იყო ჩართული ესეთნაირად ესე აი როგორ გითხრა ესე ღრმად და ესე ახლოს ჩართული არ იყო ამ პროცესებში ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა კვირიკაშვილი და რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს პირველი დღიდან პიროვნულად ძალიან ღრმად იყო ღრმა პიროვნულად იყო ჩართული ამ სიტუაციაში სიმამრი დაუჭირეს და სახლი დაუწვეს და ეს ძალიან სტრესული სიტუაცია რომელიც ესე იგი კლიენტად მოიცავს პიროვნებას ეს ხსნება ნაციონალური მოძრაობის მიმართ მისი განცხადებები არა მარტო ნაციონალური მოძრაობის მიმართ მისი გაღიზიანება და მტრობა აიხსნება და მთელი ეს გამონათქვამები ამასთან არის დაკავშირებული არამედ ამ საქმეში ჩართულობა და ბიძინა ივანიშვილის სიახლოვე, ესე იგი უპირობო სიახლოვეც ამით აიხსნება. ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან. ეს უპირობო სიახლოვე განაპირობა ის რომ რადგან ივანიშვილი ამბობდა რომ ის არ არის სწორი და როგორც ანალიზი აჩვენებს, ბევრ რაღაცებში მართლაც რაღაცა არ იყო სწორი, იმიტომ რომ ადრე ამბობდა რომ შევალ, არ შევალ, მე არ შევიდა. მოკლედ ცნობილია ეს პერიპეტიები, ახლა არ გვინდა ამის დეტალიზაცია, ახლა გამოგვივა ჭორობა, მაგრამ ამის და მიუხედავად ასე ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია გასაგებია ამ სიტუაციაში, მან უპირობოდ დაუჭირა მხარი
ესე იგი პრემიერის პრეტენზია. ესეც გასაგებია, ძალიან გასაგებია ფსიქოლოგიურად, აბსოლუტურად. ეს ფსიქოლოგიური სინამდვილეა და ამას აქ გამართლება თავისი გამართლება. ეხლა დღეს რა ხდება? დღეს მოვიდა ახალი პრემიერი, რომელიც როგორ გითხრათ, საბედნიეროდ, მე არ ვამბობ საბედნიეროდ ან საუბედუროდ. მე აი აბსოლუტურად ნათლად საბედნიეროდ არის პოზიტიური, არის კონსტრუქციული, ცდილობს ესე იგი რომ დაალაგოს სიტუაციები ყველა მიმართულებით, არის იცით რა, გამოცდილი ადამიანურ ურთიერთობებში, გამორჩეული სხვათა შორის ინდივიდუალიზმით, იმიტომ რომ ის სხვათა შორის თავის გუნდშიც, თავის დროზე რაღაც ყოველთვის ვარდებოდა ხოლმე აი ამ ოცნების მეინსტრიმიდან, თავისი განცხადება. ხო იცით რა, ეს არ არის აი აფიქსირებდა, ისეთ უფრო კონსტრუქციული იყო განსხვავებით სხვებისგან ყოველთვის. იმიტომ რომ ხო გეუბნე, ამასაც თავისი ახლა ყველაფრის ახსნა არსებობს, არ არსებობს ცხოვრებაში სიტუაცია, რომელსაც ახსნა არ მოეძებნება. ამ სიტუაციაში ამასაც ახსნა აქვს, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ეს ოცნების ხალხი, რომელიც მოდიოდა, ეს იყო პროტესტის და გაღიზიანების და ოპონირების, აი ძალიან პოპულარული ოპონირების პოზიციაზე მყოფი ადამიანები, ეს ვესელია, ისა იმას ძმა დაუჭირეს, იმას მამა დაუჭირეს და ეს ყველა ჩართული იყო. ხუცნაშვილი, რომლის მამაც იხეში და ბევრი ეს ხალხი ეს იყო ჩართული ამით სიხორცეულად ეს ემოცია არის გამოხატულება და იმ გზნობის, რომელიც შინიდან გზნობა კიდე სიღრმისეული არის იმ ცხენის და იმ ფუნქციური დისკომფორტის და ტრაგედიის, რომელიც შიგნით ადამიანი განიცდის. ეს ადამიანები ხო გეუბნები იყვნენ აგრესიულები, იმიტომ რომ პოლარულები იყვნენ, პოლარულ პოზიციაზე იდგნენ, მოწინააღმდეგე მხარეს, მაგრამ ეს პერიოდი რეალურად გავიდა, იმიტომ რომ ვიღაცა წავიდა ქვეყნიდან, ვიღაცა პოზიციები დატოვა, ვიღაცა ციხეში მოხვდა. ბატონო? პრემიერიც შეიცვალა. პრემიერიც შეიცვალა, ხო და სწორედ შეიცვალა, მე მგონი პრემიერი. სწორედ შეიცვალა და იცით რა, კოორდინაცია ხდება. და ეს კოორდინაცია როგორ ხდება? იცით, ესე იგი, კოორდინაციის ასე ვთქვათ, თეორია. ეს ჩემი სადისერტაციო თემა, საგანგებო დისერტაციის თემა და მე მინდა გითხრათ, რომ თავისუფლების ხარისხები ნელ-ნელა გამონთავისუფლდება. თავიდან ესე იგი ჩვენი მოძრაობები შეიძლება იყოს ძალიან არადინამიური, როცა აი რაღაცა გარკვეულ მუსიკალურ ნაწარმოებს უკრავ, თავიდან ხო ხისტია ჩვენი მოძრაობა და მე ხდება ეს დინამიური, ჩადება, სინქრონული და კოორდინაციის ესე იგი დიდი პროცესი. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ესე იგი რომ სწავლობთ მუსიკას და რამდენი ხანი ჭირდება მუსიკის სწავლას. ახლა ჩემი მეუღლე მუსიკის მასწავლებელი, ხშირად ვაკვირდები როგორ ამეცადებს მოსწავლეებს, ხო? ხო, აი წამება რა, იმიტომ რომ დიდხანი ჭირდება, ბევრი ვარჯიში ჭირდება, მაგრამ ბოლოს რა კარგია, როცა უკრავთ, ყველაფერი რო კოორდინირებული აბსოლუტურად, ამას ჭირდება დრო გავიდა. პოლიტიკა, მუსიკა, დრო გავიდა თეუნა და ამ დრომ მოიტანა ის, რომ საჭირო გახდა უფრო სხვანაირი, უფრო სხვა დონეზე ასვლა კოორდინაციის და კოორდინაციის ამ დონეზე ავდივარ და ეს არის შედეგი. სხვათა შორის ეს ძალიან სასიხარულოა, ალბათ რომ პრემიერის დონეზე ეს ასეა, თუმცა დღევანდელი განცხადებები ზოგიერთი დეპუტატის, იგივე ქართული ოცნებიდან გავდა აი ასე ვთქვათ, ჩანს რომ დარჩენილია იგივე პერიოდში, მაგალითად გოგი თოფაძის განცხადება, რომელზეც ყველა დავობს, მე არც გავიმეორებ, მან რა უთხრა პრეზიდენტს. ანუ იქ როგორც ჩანს, შეიძლება გუნდის ნაწილი წინ მიდის, მაგრამ ყველა ვერ. იცით რა, გოგის განცხადება სამწუხაროდ მე არ მომისმენია, მაგრამ გასაკვირიც აქ არაფერი არ არის. შეიძლება გოგი თოფაძეს კონდეს განსაკუთრებით, შეიძლება მას უნდა სტალინის სურათი ეკიდოს. კორექტულობის ზღვარს ხდება. სტალინის სურათი უნდა ეკიდოს თავის ამაზე არავინ არ ეტავება ეკიდოს, მაგრამ მათ შეუძლია აზრი კონდეს პრეზიდენტის მიმართაც. ესე იგი, ეს ხო კოალიცია, ეს არის სხვადასხვა. კი არა, მე სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გაერთიანება. ერთ-ერთი არის, ისეთი, რომელიც თქვენ არ მოგწოთ. არც მე მომწონს დაუშვათ ზოგიერთი მისი გამონათქვამი და მიუღებელია ბევრი რამე. და ამ შემთხვევაშიც მე არ ვიცი ზუსტად რა თქვა, მაგრამ როგორ თქვენ ამბობთ და რასაც მე ვხვდები, ეს იყო ქართულ ხალხს დაუნიუწოდეთ არა უნისონში სიტუაცია და რაც უნდა ყოფილიყო, ხო? კი, აი რა ამოვარდნილი იყო მთელი ამ არაფერი ესეც
არაფერი ამაში არ არა, არაფერი ნორმალური. გოგით ოფაძეს დააზარალებდა მხოლოდ ალბათ მეც არავის, მაგრამ მაინც. უკვე დაზარალებულია თქვენ ასე ვთქვათ, ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ აი ამ სოციოლოგიური კვლევების მიმართულებით. მე რა მაინტერესებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ხო? თუ ატარებთ ბოლო პერიოდში ამ კვლევას, ანუ რაიმე ტიპის ასე ვთქვათ გამოკითხვა შესახებ თუ იცით, სადაც აი ეს ცვლილება პრემიერების და ტენდენციის ცვლილება ოცნებაში არის ასახული და სწორედ იმიტომ რომ საარჩევნო წელი მოდის და ძალიან საინტერესოა როგორ აისახა აი ეს ცვლილება ამორჩევლის შეხედულებებზე. იცით რა, მე შემიძლია გითხრათ ახლა ისეთი აი არა დაზუსტებული ინფორმაცია. დაზუსტებულიც მინდა გითხრათ, დაზუსტებული ინფორმაცია არის, რომ გარკვეულ რეგიონებში ჩატარდა კვლევა, მაგრამ აი წინა საარჩევნო კვლევები ჩატარდა, მაგრამ ეს არ შეიძლება ჩვენ ამის განზოგადოება მოვახდინოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მთელი საზოგადოების მასშტაბით. იმიტომ რომ იქ სპეციფიკური სიტუაცია იყო აბსოლუტურად ეს შეეხება ხიდაშელის და ინაშვილის ასე ვთქვათ პაექრობას მე ხო თან მაშინ პრემიერი არ იყო აქ ესე იგი როცა ნაციონალები და ოცნება დაუპირისპირდა ერთმანეთს გამარაული სიტუაცია სადაც ოცნებამ 75% კარტები 70% 30% იყო უსიამოვნო ეპიზოდები არაფერი განსაკუთრებული იქ იყო ესე იგი დაგეგმილი უსიამოვნებები და წარმოიდგინეთ მთელი ნაციონალური ელიტა იყო ჩასული იქ ესე იგი დამკვირვებელი სამწუხაროა რომ ნებისმიერ პარტიას ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიცია ეძლევა საშუალება ანუ არსებობს საქართველოში რეგიონები სადაც იოლია ასეთი ხმაურის ატეხვა არჩევნების დროს და ეს ყველას პრობლემაა ალბათ იცით რა ხმაურის ატეხვა შეიძლება ყველა რეგიონში აბსოლუტურად თუ შენ ამას დაისახავ მიზნად მაგრამ რეალობის ესე იგი რეალობის თბილისში შეიძლება მაგის გაკეთება მოხდა დიდი გამოცდილება თუ გაგვნა ნაციონალურ მოძრაობას აქვს ამის დიდი გამოცდილება მე მაგალითად იცით რა მე მგონია რომ ეფექტურად იმუშავეს ნაციონალურ მოძრაობამ იმუშავა ეფექტურად მაგრამ გამოჩნდა რეალური ასე ვთქვათ სიტუაცია 23%-მა თუ 26%-მა აღარ მახსოვს ზუსტად მიიღო მონაწილეობა გარდამის არჩევნებში და იქიდან 30% აიღო ახლა თანაფარდობა რომ განსაზღვროთ ეს არის დაახლოებით 10-12% და შეიძლება პროგნოზი გააკეთო მე არ ვამბობ ფსიქოლოგიურ პროგნოზს მე არ ვამბობ პიარულ პროგნოზს მე ვიძახი ესე იგი მათემატიკურ პროგნოზს რაღაც გათვლების ესე იგი სისტემა არსებობს და შეიძლება ახლა ვივარაუდოთ რა შეიძლება ნაციონალურ მოძრაობამ მიიღოს ეს არის მაქსიმუმ 10-12% ეს იმ შემთხვევაში თუ ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს ესე იგი ერთიანობის დემონსტრაციას მაგრამ დიდი შანსია რომ ნაციონალური მოძრაობამ ვერ გააგრძელოს ეს ერთიანობის დემონსტრაცია და რეალურად დაიყოს მათი ასე ვთქვათ მათი ორგანიზაციულად დაიყონ ისინი ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობას ეკნება პრობლემა გადალახვის ბარიერის. თქვენ ასე ფიქრობთ? მე დარწმუნებული ვარ ამაში. და აბა რომელი ოპოზიციური პარტია შეძლებს გადალახვას? ისინი მაინც ყველაზე უკეთ ორგანიზებული პარტია. და როგორც აი ჩემთვის ახლა ის და მოარული ხმებით არის ცნობილი ნაციონალური მოძრაობამ ეხლა ხან გააკეთა რაღაცა შიგა კვლევა და ამ შიგა კვლევით მათ მიიღეს ისეთი შედეგი რომელიც ისინი კმაყოფილები ვერ იქნებიან. და ნუ დაახლოებით ის შედეგი მიიღეს რაც რეალურად ესე იგი არის დღეს საქართველოში და უახლოეს ხანში როგორც მე ვიცი ქართული ოცნებას აპირებს სერიოზული კვლევის ჩატარებას საქართველოს მასშტაბით შიგა კვლევის ჩატარებას მე არ ვიცი ახლა ამდენი გამოაქვეყნებენ თუ არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან რეალური საფუძველი ქართული ოცნების ესე იგი წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვის. და მე ვფიქრობ ესე იგი არაერთი აი სერიოზული პოლიტიკური პროგნოზის უნარის მქონე ყველა ექსპერტი ზუსტად აფასებს დღეს სიტუაციას რომ ქართული ოცნებას აქვს ყველაზე მეტი შანსი რომ მოიპოვოს გადამწყვეტი უმრავლესობა ხო გადამწყვეტი უმრავლესობა შეიძლება ეს იყოს არ იყოს ესე იგი ძალიან ისეთი დიდი უმრავლესობა რა ძალიან დიდი უმრავლესობა რა ეს დიდი შანსია რომ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ნაციონალური მოძრაობის ნდობის რეიტინგი ასე ვთქვათ რეიტინგი ზოგადად ძალიან საინტერესო თემაა იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული ოპოზიციური ძალა მართლაც კი ორგანიზებული იყო და ბოლო კვლევებით ჩანდა ასე რომ კარგი ვითარება
ვინ გაიმარჯვებს ეს მე მგონი მართლაც არ არის ახლა დიდად სადავო, ანუ ოცნება რომ ლიდერია, გასაგებია, მაგრამ იყო დიდი ნაწილი ამ მომრჩევლის, რომელიც ან წასვლა ეზარება, ან იმედგაცრუებულია, ანუ ეს არის შემცირდა ეს რიცხვი აი ამ ბოლო თვეების განმავლობაში. ცოტათი შემცირდა, როგორც მე ვიცი, უკვე შემცირდა. ეს მაინტერესებს ეს ახალი. უკვე შემცირდა ეს რიცხვი, მაგრამ როგორც კი დაიწყება ახლა ეს პროცესი, საარჩევნო პროცესი, ახლა რა მოხდა? აი მე ძალიან მინდა გითხრა, როგორი სიტუაცია იყო, იცი? ოცნებას ვამბობდნენ, ყველა მთელი მედია წერდა იმის შესახებ, რომ ოცნება პიარი არ ვარ გაოცნებას, ახლა მე ცოტა მეუხერხულებ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის განსაზღვრული პრინციპები იყო, ეგ რომ არ გვინდა ჩვენ ეს პიარი და არ გვინდა. პიარი ას ნიშნავს? პიარი ნიშნავს, რომ მედია უნდა მედიაში უნდა გააკეთო ეს პიარი, ხო? ამან არ ითქვეს მედიის კონტროლზე პირველად საქართველოს ეს აუცილებლად კონტროლი, ბატონო. არა, კონტროლი არა. ყოველ შემთხვევაში, აი მედიაში რაღაცა რა მეორე მხარე არის კონტროლი არა მაგრამ ხო ხელისუფლებას გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს რომ დახარჯოს რეკლამაზე თავისი გააკეთოს კლიპები და ეს კლიპები გაუშვას ეს რეკლამის სახით გადაიხადოს ამაში ფული არ დახარჯეს ამაში ფული მე პირადად ვიცი ესე იგი ამის შესახებ რომ ეს იყო პრინციპული დამოკიდებულება ივანიშვილი იყო ამის პრინციპული მოწინააღმდეგე რომ ამაში ფული არ დავხარჯოთ ბევრი ფული არ დავხარჯოთ და რას ნიშნავს ეს მე ხანდახან ესე იგი ვამბობდი ხოლმე რომ როგორ არა კაც პირიქით უნდა დავხარჯოთ აღმოჩნდა რომ ეხლა არის ძალიან მომგებიან სიტუაციაში ოცნება მთელი 4 წლის განმავლობაში არაფერს არ ამბობდნენ და ეხლა შეუძლიათ 4 წლის მერე როგორც ჩემთვის ცნობილია და მე დარწმუნებული ვარ ამაში რომ ვლაპარაკობ ერთად ვილაპარაკო ყველაფერი და ის როგორ აი ჩვენ შორ ორი ჩვეულებრივი სიტყვებით რომ ვთქვათ მე არაფერს არ ვამბობდი ამდენი ხანი ხმა არ მომიღია თქვენ ამბობდით რომ მე არაფერს არ ვაკეთებდი უნდა რომ ვიყავი ეს ვიყავი ეს დიალოგი რო წარმოვიდგინე აი ახლა მე გეტყვით რა გავაკეთე და ხან ეს გინდათ აი ახლა მე გეტყვით რა გავაკეთე და ესეც სტრატეგია ესეც ძალიან მომგებიანი სტრატეგია იმიტომ რომ ამორჩეველი ამ დროს აკეთებს ესეთ დასკვნას ესერი ხალხი ყოფილა ვიდეო არ ამბობდნენ არაფერს ნახოთ სკრომნიეთი люди აი ამბობენ რომ მოგზალებული ხალხი ახლა რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერშია თეონა გეგელიას საავტორო გადაცემა შუა კვირა პირდაპირ ეთერში ბატონი ზურაბ ბიგვავა არის ჩვენი სტუმარი მან ძალიან საინტერესო რამ თქვა სარეკლამო ჭრის წინ რომ ასე აპირებს და როგორც ჩანს ასე გააკეთებს ოცნება რომ რაზეც თუნდა 4 წლის განმავლობაში ახლა ერთბაშად აპირებს საარჩევნო კამპანიის დროს თავის ასე ვთქვათ გაკეთებულ საქმეებზე ლაპარაკს ერთი ნახოთ როგორ იმუშავებს მაინც ეს თქვენ ამბობთ რომ იმუშავებს შემთხვევით შევხვდი ძალიან კაი ბუკლეტს რა ეს გაქაგო პარტო ბუკლეტია ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი აი ჯავახიშვილმა გამოუშვა ეს ბუკლეტი ესე იგი მე გაკვირებული ვიყავი თუმცა რაღაცები ვიცოდი რა კეთდებოდა მაგრამ გაკვირვებული დარჩი იმდენი გზები იმდენი ხიდები და იმდენი კი იწერებოდა სადღაც რომ იმაზე მეტი გავაკეთეთ ვიდრე ნაციონალებმა გააკეთეს თავის დროზე მაგრამ ეხლა რომ აი თვალნათლებს შევხედე ბუკლეტი მაინც მნიშვნელობა აქვს ამ PR ეფექტს და იგივე ეს კარგად დაგებული ეს მაინც მათი გასაკეთებელი იყო და არა ეგრე არ არის რა თქმა უნდა ყველა ხელისუფლების არა ჩვენ ზოგი არ ვარ რატო არ გახსენდება მიშას დროს დაგებული გზები და შეღებილი სახლები რატო არ გახსენდებათ ცუდად მახსენდება ის რომ ხო არა მეც არ მახსენდება კარგად მაგრამ არა ობიექტურად რო შევხედოთ ობიექტურად ეხლა რა ხდება ძალიან ბევრი ეხლა შორს აგვიყვანს ეს სხვა თემაზე სააკაშვილის დროსაც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და ზოგადადაც ბევრი ცვლილება მოხდა ნამდვილად უბრალოდ ისინი რაღაც ისეთი მათ აქვთ იმდენი რაღაც გამაღიზიანებელი რომ ვერც მოასწრებთ არა ვის ფას მე უბრალოდ ტიპებს ვლაპარაკობ აი მე მიმაჩნია რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სხვა ქვეყანაა ის რაც ეს არის და იყო სულ სხვა ვიდრე ისინი მოვიდოდნენ თუმცა აი რა ფასად მოხდა ეს აი აქ არის კითხვის ნიშნები და აქ ალბათ ვერ თანხდება საზოგადოება ან თქვენ მიგაჩნიათ რომ ოცნებას ძალიან მომგებიანი პოზიცია აქვს და კვირიკაშვილი არის მათი ერთ-ერთი ასე ვთქვათ აქტივი ერთ-ერთი იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელიც აპირებს პარტიაში შესვლას რა თქმა უნდა პარტიის თავმჯდომარე იქნება და პარტიის ხელმძღვანელი იქნება და
ეს განაცხადა, ეს პარტიამ ცალკე განაცხადა, თუმცა მისი ბევრი პოზიტიური მხარისა, რაც მას აქვს ნამდვილად. რამდენად აქვს მას აი ეს drive-ს ეძახიან ინგლისურად, რომელიც ჭირდება არჩევნების დროს და რაზეც ლამის დამოკიდებულია ქართველი ამომრჩეველი თუნდაც წინა ხელისუფლების გამო. რამდენად აქვს მას ეს, იმიტომ რომ ის არის იმდენად რაღაც ეს დინჯი, თავშეკავებული ლიდერი, ახალი ტიპის ლიდერი, ჩემი აზრით, რომელიც საქართველოს არ ყოლია ფაქტობრივად. აი ძალიან ცივილიზებული, ისეთი მშვიდი, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი. აი აქტივი არის გასაგებია, მაგრამ ეს აქტივი აი რამდენად მისაღები იქნება, ასე ვთქვათ, ყველასთვის, ასეთი ტიპის ლიდერი ოცნების ამომრჩევლისთვის. დრავი ესეთი ფსიქოლოგიური ტერმინია, მართლა მეკითხა და ეს რამას გეტყვი, ხანდახან დრავი შეიძლება უარყოფითი იყოს. ირაკლი გარიბაშვილს ჰქონდა ძალიან მაღალი დრავი, რო იცოდებთ. სერიოზულად, ბევრი დრავი ჰქონდა და სერიოზული დრავები ჰქონდა, ინტენსივობის თვალსაზრისით ძალიან სერიოზული, მაგრამ მე სხვა რამის თქვა მინდა, რომ ეს არ არის მარტო ჩინოვნიკი. აღმოჩნდა, რომ ეს არის ლიდერი, იმიტომ რომ მან გამოიჩინა ისეთი ინიციატივები, რომელიც ლიდერის მახასიათებელია. და ამ ფონზე, როცა ის იყო ძალიან შემრიგებლური, ძალიან კონსტრუქციული, თქვენ თუ გახსოვთ, ესე იგი ძალიან კაი ერთი მომენტი ქონდა, რომ როცა ოპოზიცია მას ესე იგი შესთავაზა ცოტა სხვა ტონში ლაპარაკი, იმ ტონში გადავიდა და ის იყო ძალიან კაცურად აგრესიული, აი ვაშკაცურად აგრესიული იყო. დრაივიც აქვს საჭირო. აი ოღონდ როგორი ეს დრაივი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, გაცილებით უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა დრაივები, რომელიც ჩვენ ხშირად გვინახავს, რომელიც ხშირად ისეთი მოჩვენებითი დრაივები აქვს. ანუ კვირიკაშვილი ეს არის ცალსახად პოზიტიური აქტივი. კვირიკაშვილი არის ცალსახად პოზიტიური. კვირიკაშვილი აღმოჩნდა, როგორც ჩანს, ესე იგი სერიოზული ლაიტმოტივური ფაქტორი იქნება ამ არჩევნებში. ბატონ ზურაბ, აი ვის გავს კვირიკაშვილი? ანუ კვირიკაშვილის ტიპის პოლიტიკოსების რაოდენობა რამდენად კრიტიკულია ოცნებაში. იმიტომ რომ ვერ ვიტყვი რომ ბევრია ასეთი. მე ვერ გეტყვით, და აი ადამიანი, რომელიც პრინციპში თავისი გუნდის წევრებს არ გავს, შეიძლება იყოს ესეთი ლოკომოტივი და ასე ვთქვათ. იცით რა, მე კვირიკაშვილი მახსენებს მაგონებს ბევრ სიტუაციაში, ბევრ მიმართებაში მაგონებს ბიძინა ივანიშვილს. ესე იგი, იცით რა, ბიძინა ივანიშვილს ყველა არ იცნობს აი თავის რაღაც გარკვეულ საქმიან თვისებებში. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია აი მომენტალურად დაინახოს რაღაცა გარკვეული საქმის პოზიტიური მხარეები მათემატიკური სიზუსტით. მე ამას შესწრებული ვარ, იმიტომ შემიძლია მოწმედ დავდგე ამ სიტუაციაში. კვირიკაშვილი არის ესეთი. და კვირიკაშვილი სხვა შორის გარკვეულწილად ბიძინა ივანიშვილის გაზრდილია, რადგან ეს ქართულ სიახში მოხდა. კი, იქიდან არის. ეხლა მეორე რაღაცა, ესე იგი კვირიკაშვილი არის ძალიან პოზიტიური და მე ამ პოზიტივში გარკვეულწილად, აი ეხლა სრულიად თითქოს შეუფერებელ ვარიანტს ვამბობ, მაგრამ გარკვეულ წილში მე ეხლა ჩემთვის საახლობელია, იმიტომ გარკვეულ წილში მაგონებს ზურაბ ჟვანიას. აი გაგიკვირდებათ, ეხლა აშუაშია ზურაბ ჟვანია, მაგრამ რატომ მაგონებს ეს ზურაბ ჟვანია? კონსტრუქციულობი? ზურა იყო კონსტრუქციული აბსოლუტურად. გასაგები. და ზურა იყო პოზიტიურის ძებნელი და პოზიტიურისკენ მიმართული. კარგი, ბატონო ზურაბ, ერთი ეხლა ნუ ეს რამდენად გამოწვევა, არ ვიცი, მე რატომღაც მგონია, რომ ამ კანონს არ მიიღებენ. ბოლო დღეებში არის ხმაური სოსო ჯაჭვრიანის ინიციატივაზე პარლამენტში, რომელიც სხვათა შორის პარლამენტის კომიტეტმა მოიწონა, რომ უნდა გახდეს დასჯადი რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა და სიწმინდეების წაბილწვა. ოღონდ რა თქმა უნდა ძალიან ბუნდოვანია რა შეიძლება იყოს აღქმული შეურაცხყოფა.
და პარლამენტში ადამიანის და ხო რას იქ ეს კიდე შეიძლება განისაზღვროს მაგრამ შეურაცხყოფად რა შეიძლება ვინმე მიიჩნიოს ეს ხო ხვდებით ხა როგორი ბუნდოვანი თემა ეს ერთი ინიციატივა რაც ვფიქრობ რომ მე მგონი მეს მოკლევადიანი გამოწვევა თვითონ აი ამ გუნდის რადგან უკვე არის ამაზე დიდი პროტესტი რადგან ისეთ ახმულია ეს ასე რომ ეს არის რაღაც საპატრიარქოს და ეკლესიის დაცვის ასე ვთქვათ მისი კრიტიკისგან დაცვის მცდელობა. აი ეს ძალიან კონსერვატიული ძალების ინიციატივაა თითქოს და რომ ასეთ ინსტიტუტს ახლა კიდე ეს დამატებით კანონის დონეზე ასეთ დაცვები არ სჭირდება. მეც მიმაჩნია რომ პრობლემა არ სჭირდება საქართველოს ეკლესიას, ანუ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ ტიპის დაცვები კანონის დონეზე. თუმცა დისკუსია გრძელდება და ვნახავთ ეს როგორ გაგრძელდება და მეორე არის მედიის საკითხები, რომელიც მუდმივად ახლა ხან რუსთავიორის ირგვლივარი პრობლემები, ეხლა მაესტროს ირგვლივ ხდება რაღაც, რომელიც ნაკლებად პოლიტიზებულია მაესტროს საკითხი, თუმცა, ნუ რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ამის უკან. ალბათ დგას და ბიძინა ივანიშვილის სახელმაც მაინც ასე ვთქვათ ამ ხელში გაიჟღერა. კვირიკაშვილის სხვათა შორის მედიასთან და რუსთავიორთან დაკავშირებითაც რაღაც მისი განცხადება იყო აბსოლუტურად განსხვავებული. თავის დროზეც აი ამ რელიგიურ საკითხებზე მას არ გამოუთქვამს თავისი მოსაზრებები აი ამ ტიპის აი თუნდაც მედიასთან დაკავშირებული თემა ხო აი მაესტროს თემა არჩევნების კი ბატონო რომელიც გნებავთ აი ეს ამ ორი თემიდან რომელი მიგაჩნიათ ნუ ეს ძალიან მოკლევადიანია ამას მეც არ ვთვლი აი ამ კანონ პროექტს რაღაც განსაკუთრებულ საფრთხეთ მე საერთოდ ვფიქრობ რომ მისი მიღება არ მოხდება ასე მგონია ხო არ ვიცი უფრო მნიშვნელოვანია მედიის საკითხი ანუ არჩევნების წელი პატარა რაც პატარა ესე იგი ეს ხო ოცნების წიაღიდან წამოვიდა თუნდაც ეს რელიგიური თვალსაზრისით ესე აი რატო აკეთებენ ეს მისი წარმომადგენლები ისეთ რაღაცებს რის გამოძიება ამ დაძაბულს მე მინდა საფუძველი შეექმნა მე არა ვარ მორწმუნე ამ სიტყვის ასე არა ვარ ეკლესიური არა ვარ მე მაქვს კრიტიკა ესე იგი ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლების მიმართ ნაწილის მიმართ და მაქვს გარკვეული აღთხოვანება გარკვეული პატივისცემა ესე იგი ქართული ეკლესიის ძალიან ბევრი წარმომადგენლის მიმართ არსებობენ ძალიან კარგი ეკლესიის მსახურები, ნამდვილი პატრიოტები, ნამდვილი წმენის ასე ვთქვათ დამერგავები, მატარებლები და ყველა კეთილი ასე ვთქვათ გამოვლენის გამომულენები და არსებობენ პირიქით, ესე იგი ძალიან უსიამოვნო და ძალიან ეჭვის და დამბადებელი ეკლესიის მსახურები. ესე რომ მე არ ვთვლი რომ ეკლესიის მსახურის ასე ვთქვათ კრიტიკა არ შეიძლება ან და პირიქით არ უნდა ჩვენ ხელი არ უნდა შეუწყოთ ესე იგი ეკლესიის მსახურების კრიტიკას მით უმეტეს რომ მოსალოდნელია ძალიან ბევრი ცვლილება მომავალი ეკლესიის ცხოვრებაში რაც ჩემი აზრით რაღაც გარკვეულ პრობლემებთან ალბათ იქნება დაკავშირებული მე გულისხმობ რომ როგორც ჩანს ეკლესიის წიაღში წიბდება რაღაცა გარკვეული ცვლილებებისადმი მზაობა და ეხლა ანუ თუ არ ჩაუღრმავდებით ამ თემას ეს თემა არის აქტუალური როგორც ჩანს და ეს მზაობა მომზადების პროცესი მიდის. ეხლა აგი დღეს მაგალითად მოხედავ გურიაში რომელიღაც ეკლესიის მსახურმა იყიდა ეს გძელი რაღაც მანქანა რო არის ძალიან გძელი მანქანა სადო ლიმუზინი ეს მე არ ვიცი არის თუ არის დადასტურებულია ეს არის მარაზმი მე მახსოვს კარგად პროცესი კერატიშვილის პროცესი მე ვესწრებოდი ამ პროცესს დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში და უსმენდი ამ პროცესის მიმდინარეობაში ბევრი ეკლესიის მსახური გამოდიოდნენ და აბსოლუტურად გულწრფელად იქ ბევრი რამე დადგინდა ამ პროცესის განმავლობაში მე ვნახე რომ ეკლესიის მსახური შეიძლება იყოს სრულად საწინააღმდეგო ასე ვთქვათ კი მაგრამ ეს ხომ ახლა აი მაგალითად ახლა ისეთი ხმაურია თქო მორალური ღირებულებების მატარებელი და გამტარებელი აი ეს თუნდაც ეს თემა რომ აი ინიციატივით შესვლა პარლამენტში და პარლამენტში მოწონება ესეთი ბუნდოვანი კანონ პროექტის ეს ხომ აი
პირიქით, ანუ მე ამბობენ ხოლმე რომ რატო აკრიტიკებენ ეკლესიას, რა ეს ხო თემაა, რომლითაც თავად პროვოცირებას უკეთებასაც. მაგრამ არა ვარ მაგაში კომპეტენტური. იმით რატო ამას უნდა იურისტი. ვიღაცა ამბობს მაგალითად გამოდის და ამბობს რომ ეს ყველაფერი დასავლეთში და ევროკავშირის ქვეყნებში კრიმინალიზაციის დონეზე არის გადაწყვეტილი. მეორე ნაწილი ეს კი გამოვიდა ლევან ბერძენიშა თქვა რომ სისულელი არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ეგეთი რამე არის. მე მაგალითად არ ვიცი, მე ვეძებე და ვერ ვნახე მართალი გითხრათ. მაგრამ აქამდე თუ მსგავსი კანონი არისო, ამან რამე დააკლო ეკლესია. იცით რა, მე ვფიქრობ რომ ეხლა ამ კანონზე ლაპარაკი არ უნდა იყოს. ჩემი აზრით. აი რაღაცნაირად ესე იგი მოდი რა ნახოთ ესე იგი რას ნიშნავს ესე იგი ეს კარგად გავარჩიოთ ნუ მივიღებთ ნაჩქარებ გადაწყვეტილებას ნახოთ აბა როგორ მოიქცევა უმრავლესობა ეს რას ნიშნავს რომ ესე იგი იეჰოველები ყველას მიმართ ისინიც ხომ მორწმუნეები არიან ესე იგი მათ მიმართაც კი თითქოს ყველას მიმართ მაგრამ ნუ არ ვიცით ეს საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია მე ეჭვებარება რომ ინიციატორებმა ასე იგი ყველა იგულისხმეს არა იქ თითქოს ეს ყველაფერი წესრიგში ამ თვალსაზრისით რომ რელიგიური ასე ვთქვათ გრძნობების შეურაცხყოფაში იგულისხმება ყველა რელიგიის წარმომადგენლის ჯგუფის შეურაცხყოფა და სიწმინდეების წაბილწვაშიც რა თქმა უნდა ალბათ ყველა ასე ვთქვათ რელიგიური ჯგუფის სიწმინდეზეა ლაპარაკი თუმცა ხალხი ვინც წარადგინა ეს კანონ პროექტი ხო შემჩნეულია ძირითადად ერთი ეკლესიის მაშინ რა ქვია ინტერესების ლობირებაში და ამიტომ ჩდება ეჭვი რომ პოლიტიკოსებს ყოველთვის ვასწავლე რომ არ თქვა სიტყვა არ ვიცი და არ თქვა სიტყვა არა ვარ კომპეტენტური ამ შემთხვევაში მე პოლიტიკოსი არ ვარ და ამბობ რომ არა ვარ კომპეტენტური მაგ საქმეებში თუმცა პიროვნულად და ემოციურად მიმაჩნია რომ ეს ნაადრევია კარგად არის ეს გასარჩევი და სკრუპულოზულად არის განსახილი რა იგულისხმება ამის იმიტომ რომ არის ეჭვი რომ ეს გამოხატვის თავისუფლებას შეიძლება გამოხატვის თავისუფლებას ეხებოდეს მედიასთან დაკავშირებული პრობლემებზე ვთქვით მაესტროს ირგვლივ მაინც ხო ანუ ისეთი კითხვის ნიშნები არ არის როგორც რუსთავიორის მიმართ იყო თუმცა არის არსებობს რაღაც ეჭვები. ჩვენ ვიცით რომ რუსთავიორის საქმეც არ არის დასრულებული და რაღაც აკასაციო განხილვა, ანუ მათი აი ამ ასე ვთქვათ მომჩივნების სარჩელი სადღაც აპრილში იგეგმება, ანუ საარჩევნო თარიღთან დაახლოებისას. არის ეს გამოწვევა ოცნებისთვის თუ ის გადაურჩება ამ რაღაც განსაკუთრებულ რუსთავიორთან დაკავშირებით ესე იგი მე ჩემი მოსაზრება მაქვს. რა თქმა უნდა რუსთავიორში არის ესე იგი არა ისინი არც მალავენ რომ ისინი არიან ძალის წარმომადგენლები არა მარტო მალავენ არამედ აგრესიულები არიან აგრესიული მომხრეები არიან იმ ძალის რომელმაც ძალიან ბევრი არა კორექტული ძალიან დიდი ბრჭყალების ქვეშ საქმეები ჩაედინა და მე ესე იგი ამის კულტივირებას ახდენენ და იმიტომ მოხდა რომ ჩვენ ჯერ არ განგვიხილია და არ გვითქვია ესე იგი რა იყო ეს ფენომენი რაში იყო ეს ფენომენი დღევანდელი პოლიტოლოგების მაგრამ მიკვირს ეს პოლიტოლოგიური ანალიზი არის საჭირო და აი რასთან მქონდა საქმე ამ სიტუაციაში ეს უნდა იყოს აუცილებლად არის გასაკეთებელი თუმცა ეს რამდენად მოახდენს გავლენას იმაზე რაღაც მედია საშუალება უნდა არსებობდეს თუ არა ჩემი აზრით რუსთავიორის არსებობა პირიქით არანაირ განსაკუთრებულ რყევებს არ იწვევს აი საბოლოო ჯამში პირიქით პლურალიზმის ასე ვთქვათ აი დაუშვათ პლურალიზმი ეს მაგრამ არის აშკარად ტყუილები ხანდახან ესე მაგრამ თუ კი ამის შესახებ მაყურებელმა იცის და თვითონ ეხლა უკვე ეგრე მარტივი არ არის იმიტომ რომ ხელისუფლებამ კითხვა არის ასე ვთქვათ მედიის კონტროლზე მაგრამ ამავე დროს ხელისუფლებამ დაუშვა ის რომ დღეს არის 15 ტელევიზია არის მე მაგალითად ეს გამბოლო ხანებში უყურებ არტარიას შესანიშნავი არხია მე ჩემი წრია დაგემოწმოთ ნაკლებად უყურებ არც თითქმის არაფერს არ უყურებ არტარიას უყურებ ძირითადად აი სამჭირდება რა თქმა უნდა ინფორმაციას უყურებ მაგრამ მე ხომ ჭირდება და ვისაც არ ჭირდება ის საერთოდ არ უყურებს გადადის და უყურებს არტარიას უყურებს სხვა ფილმებს სხვა კინოებს ძალიან კაი გადაცემები გადის პულსი ვისაც აწუხებს გული იმან უნდა უყუროს პულს და არ უნდა უყუროს მაინდამეც ეს კი რუსთავიორის რა ქვია იმ ტოქ-შოუს სადაც ეს ბიჭი გამოდის ხო ვინც არის ხო გაბუნიასე შეიძლება იმპაქტი დაემართოს ადამიანს და რუსთავიორს მოусვინოს იგი რა იგი ადამიანი კვდება ეხლა მე პროფესიონალურად ვარჩევ ხოლმე ამ სიტუაციებს და იქ არის სულ უარყოფითი ინფორმაციის ჯაჭვი
რომ ქვეყანა ინგრევა, ყველაფერი სუდათ არის, ადამიანები კვდებიან, თითქოს ისე ადამიანები არ კვდებოდნენ. სანამ ესე იგი ოცნება მოვიდოდა ხელისუფლებაში. კარგ ქვეყნებში. რა მიდოდას მიტის ლაპარაკი რომ თქვენ წარმოგიდგენთ კუბოები იყიდა მერიან. კაი, მაგრამ აი რისი ნარმანიას ამ მამაძალს ესე იგი თავისი 1000 გაჭირვება და კიდე ახლა შენეუნები კუბოები რატო იყიდა? იმიტომ იყიდა რომ ეს ადამიანები კვდებიან, პროგნოზი შეიძლება იმის გაკეთებას რამდენი ადამიანი მოკვდება, რომელსაც ფული არ აქვს კუბოში. და ძალიან კაი იქნა რომ იყიდა ნარმანიამ ეს კუბოები, კაცო. ერთი რამე კარგი გააკეთა და იმასაც ისე უნებია რომ ქვეყანა დააქციო. ნარმანიას პრობლემები აქვს აშკარად, თუმცა ეხა ეს არ არის ნარმანიის პრობლემები, მაგრამ ეგეთი მარტივადაც არ არის საქმე. მარტივად არ არის, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისეთი ძლიერი, როგორც თქვენ ამბობთ და არის, რა თქმა უნდა, რუსთავი არის პროპაგანდა დღესაც. ამ პირობებში მე ვერ ვიტყვი, რომ მთავრობას რამე განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნა. არ ვთქვი. არჩევანის პირობებში, როდესაც პლურალისტურია ეს მედია გარემო, ძალიან კარგად აკეთებენ მოქალაქეები თავად ესე იგი ანალიზს და ზუსტად ხვდებიან მეტნაკლებად არჩევენ ტყუილ მართალს, შესაბამისად ჯობია იყოს ალბათ. მართალი ხარ. პირველი ადამიანი ხარ, ვისაც მაგას ლაპარაკობ. ჩვენ ისი რა სიტუაციაში ვარ დღეს? დღეს გვაქვს ძალიან სიტუაცია. დღეს საზოგადოება განვითარდა და საზოგადოება გახდა უფრო კვალიფიცირებული, პოლიტიკურად კვალიფიცირებული და კრიტიკული. და ისინი არჩევენ მართალს და ტყვანს. ისინი უყურებენ ამას და ამბობენ რომ თქვენ არ იყავით ამ დროს. ახლა დღეს რო ლაპარაკობ მაგალითად გარდაბნის არჩევნებზე იყო და წარმოგიდგენთ ტიპები გამოდენ სერიოზული სახით ლაპარაკობდნენ. წარმოგიდგენთ მაგალითად გიგა მოკერი ახლა ჩემი პატივისცემის და მიუხედავად მის მიმართ ამბობენ და წარმოგიდგენთ ეს კუნთმაგარი ტიპები ხუთი მანქანით ქვაუსროლია ვიღაცა შენ მამაძაღლო პირი გვისკენ მიგრია თქვენი არ იყო რომ ეს როლი და ადამიანები დაასისხლიანეთ იმაში რა ქვია სად იყო ეს სამწუხაროა რომ ეს პოლიტიკოსი კუნთმაგარი ტიპები არ უნახეთ ესე იგი გადაცმული კუნთმაგარი ტიპები ყველა არჩევნებზე არ იყო დასისხლიანებული და თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ კარგია რომ დღეს ობა დავითაშვილი და გელაშვილები არ იყვნენ ეგენი ეგ სხვა დროს ხდებოდა მაგენი არ მონაწილეობდნენ ამ საქმეში კაცო ხაშე ძალიან საინტერესოა დავითაშვილის საქმე არის თუ არა გამოძიებული. მე როგორც ვიცი, რაღაც ბოლომდე არ არის. დავითაშვილის გაკრა სად არის კაცმა არ იცის. ხო, მაგრამ გამოსაძიებელი იყო. ჩვენ პრინციპში ვითარება. რთულია თუ პირიქით ყველა. კარგი ვითარება, კარგი. კარგად რთული. საინტერესო. რთული და საინტერესო და ყველაფერი კარგად იქნება. კარგით, ბატონო ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემა დასრულდა, ეს იყო შუა კვირა. მე მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა. გაგიმარჯვეთ. კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები სუბიექტური აზრის პრიზმაში. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი და სტუმარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და სტუმრების შეფასებებს საავტორო გადაცემაში შუა კვირა.